დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, მადლობა ალეკო, რომ იღებ გადაცემაში მონაწილეობას. მთელი დღის განმავლობაში პარლამენტიდან ისმოდა შენი გვარი. მთელი დღის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობდნენ, რომ თუ ელისაშვილს ნამდვილად აინტერესებდა შეწყალების თემები, თუ ელისაშვილს ნამდვილად აინტერესებდა პასუხები მის მიერ წამოწეულ საკითხებზე, იგი დღეს უნდა მისულიყო სხდომაზე. რა სიტყვით თქვენ? საამშტობის მოგესალმებით. დღევანდელ შეხვედრას არანაირი კავშირი არ აქვს შეწყალებასთან. იქ იყვნენ მისულები პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. მორჩა და გათავდა. მე საუბრობ, ჩემი მთავარი ბრალდება არის ბესელია კობახიძის მიმართ, რომ დღესაც რომ ციხეში იმყოფებიან იმ ადამიანების ბედით ვაჭრობდათ, ხო? ვაჭრობდნენ ბესელია კობახიძე და ცდილობდნენ ჩემზე ზეწოლას. და იყო ინფორმაცია ამ თანხასთან დაკავშირებით. ეს არის აბსოლუტურად სხვა რამ და დღეს სულ სხვა საკითხზე იყვნენ მისულები სამშელოთ. და მე რაზეც ვაუბრობ და მე რომ ვამბობ, რომ ბესელია კობახიძე კორუმპირებულები არიან თქო. ამ საქმეზე ვსაუბრობ, შეწყალების საქმეზე ვსაუბრობ და პოლიტპატიმრების საქმე არის აბსოლუტურად სხვა რამ. უბრალოდ ერთი წინააღმდება ვთქვი მე მაშინ ეთერში გამოსვლისას რუსთავიორში, რომ პოლიტპატიმრებზეც მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რამდენიმე ადამიანი კორუფციით მოხვდა თქო სიაში. და აი ეს არის დღემდე თითზე დახვეული და ცდილობენ აი რაღაცა ჯგუფი პოლიტპატიმრები ცდილობს რომ ეს ორი საქმე ერთმანეთს დააკავშიროს და ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამ არის და დღეს იმიტომ არ მივედი მე იქ რომ დღეს იმიტომ არ მივედი მე რომ უბრალოდ გაუგებარი იყო ყოველდღე ფორმატი. თუმცა ალეკო ეკა ბესელიამ ჩვენთან ეთერში 4 საათიან გამოშვებაში განაცხადა, რომ ელისაშვილი, რომელმაც გადაწყვიტა და უპრობლემოდ შეხვდა თავისუფალ დემოკრატებს, თუ მას ნამდვილად აინტერესებდა ეს საკითხები, დღეს აქ უნდა ყოფილიყო და იგი მიიჩნევს, რომ თქვენ თავი აარიდეთ პოლიტპატიმრებთან შეხვედრას. არა, ნებისმიერ პოლიტპატიმარ შევხვდები, არანაირი პრობლემა არ მაქვს და კონტაქტი მაქვს და ურთიერთობა დღემდე მართლა პოლიტპატიმრები ვინც არიან იმათთან. რაც შეეხება თავის არიდებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, თავისუფალ დემოკრატებს რატომ შევხვდით? თავისუფალმა დემოკრატებმა გამოთქვეს ბზაობა, რომ პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია სწორედ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით. ამიტომ შევხვდი. და თუ ეკა ბესელია იქნება ასეთი კომისიის შექმნის ინიციატორი, მასაც შევხვდები რა პრობლემა. საერთოდ არ მაქვს ეკა ბესელიასთან ან მანა კობახიძესთან შეხვედრის პრობლემა, მაგრამ რაზე შევხვდი ახლა? დღევანდელი შეხვედრა იყო აი სრულიად გაუგებარი და უცნაური ფორმატის. პოლიტპატიმრები, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვახსენებ ამ პოლიტპატიმრებს, მაგრამ არ მეშვებიან. და არ იქა როგორ თქვი, გაგახსენებთ ყველას. ბიძინა ივანიშვილმა თქვა და ნებისმიერ შეუძლია ინტერნეტში შევიდეს და აკრიფოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებზე. და შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით პოლიტპატიმართა სიაში მოხვედრილთან დაკავშირებით არსებობს ეჭვებიო. და უსუფაშვილმაო და ამირეკაო ივანიშვილი ყვება ამ ისტორიას ასე, შეგვიძლია ვნახოთ ეს ვიდეო. ივანიშვილმა ესა უსუფაშვილმა და ამირეკაო რამდენიმე ადამიანთან დაკავშირებით რაღაცა მთლად კარგად ვერ არის საქმე და ამიტომ ეს პროცესი მე შევაჩერეო პრემიერ-მინისტროwi. იგივეს ვიმეორებ მე, არაფერი განსხვავებული არ მithქოს. მეც ვამბობ, რომ რამოდენიმე ადამიანთან დაკავშირებით არის ეჭვი. რამოდენიმე ადამიანთან. იქ 260 კაციანი სია იყო და ვამბობ რამოდენიმე და ესენი მაინც და მაინც ამბობენ, რომ აი ელისაშვილმა ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენა. ბიძინა ივანიშვილმა არ მიაყენა შეურაცხყოფა თუ შეურაცხყოფილები არა. ან ირაკლი ღარიბაშვილმა და გამოძიება არ დაიწყო ამ საქმეზე? კი ბატონო, ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ, აი ახლა თქვენ ძანეთ კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, რომ რამოდენიმე ადამიანზე ვინც იყო პოლიტპატიმრების სიაში, თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ კორუფციული გარიგების შედეგად მოხდნენ იქ. ვინ არიან ეს ადამიანები და ვისთან გარიგების შედეგად? ლევან მხაკაძე. გახსოვთ ხო, ჯერთი როგორი სკანდალებით მიმდინარეობდა ამ კომისიის სხდომა, რომ ახალგაზრდა იურისტებმა დატოვეს მაშინ სხდომა, თქვეს, რომ ძალიან უცნაურად მიდის გაწყვეტილების მიღებაო. ლევან მხაკაძე არის ადამიანი, რომელიც პოლიტდევნილთა სიაში მოხვდა, რომელმაც 8 ტყვია ესროლა ერთ ადამიანს, 3 ტყვით დაჭრა, შემდეგ გაიქცა და უცბად აღმოჩნდა პოლიტდევნილი. ვინმემ გამაგებინოს, როგორ აღმოჩნდა პოლიტდევნილთა სიაში ეს კაცი. ოპოზიციური ტყვიები ქონდა მჭიჩი, ოპოზიციური პისტოლეტი ქონდა თუ როგორ არის ეს თუ დაჭრილი კაცი ჩაუდეს. გასაგებია იქ რომ ამბობენ რომ ნარკოტიკების გამსაღებელი იყო და 3 კილო ჰეროინი შემოიტანაო, ჩაუდესო. კი ბატონო, შეიძლება ჩაუდეს, იმიტომ რომ მიღებული პრაქტიკა იყო, მაგრამ დაჭრილი კაცის ჩადება არ გამიგია. იარაღის ჩადება გამიგია, ნარკოტიკის ჩადება გამიგია და დაჭრილი კაცის ჩადება არ გამიგია და აი ეს კონკრეტულ სახელდაგვარს ვამბობ, რომელზეც ძალიან ბევრს საუბრობენ, ხო და ასეთი ამბავი არის და კიდევ არის რამდენიმე და ახლა არ მინდა საუბარი ამაზე.
პოლიტდევნილებზე და პოლიტპატიმრებზე არ და ვისე უნდა ვიფიქროთ. ანუ ვისთან გარიგების შედეგად იყო ეს ვინ იღებდა იქ გადაწყვეტილებებს? ვინ იღებდა ხა მე და თქვენ ინგა გადაწყვეტილებებს სიასთან დაკავშირებით არ ვიღებდით ხო? კი ბატონო. ბესელია კობახიძე წარმართავდნენ ამ პროცესებს და პროკურატურაში საქმე მიმდინარეობს, გამოძიება არის როგორც ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ, დღევანდელი შეხვედრას და პოლიტპატიმრების ამ ჯგუფის აქტიურობაც მე მიღრმავებს ეჭვს, რომ გარკვეული ჯგუფი აქტიურობს, ბევრი არა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეგნებული ადამიანი არის. ეს ჯგუფი აქტიურობს, იმიტომ რომ როგორღაც გადაფარონ რეალური პრობლემა, შეწყალების საკითხი. ალეკო, ფიქრობთ, რომ ეს იყო სპეციალურად მოწყობილი ერთგვარი საქმის გარჩევა, შეიძლება ითქვას ალეკო ელისაშვილისთვის? დღევანდელი სხდომა, სადაც საქმის გარჩევის მცდელობა, საქმის გარჩევის მცდელობა, ხო, აი ყოველგვარი უშინაარსო. მე პარლამენტში ვითხოვ ერთ რამეს პარლამენტისგან. არა საქმის გარჩევებს, მით უმეტეს პოლიტპატიმრებთან. არამედ თავისუფალ დემოკრატებსაც რატო შევხვდი, რომ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, სადაც გაირკვევა, რომ მე და ზვიად ქორიძეს რაღაცეები გველანდებოდა და მიგვაჩნდა ორივეს მოგველანდა, რომ ჩვენზე ზეწოლის ცდელობა იყო, რომ კონკრეტული ჯგუფი პატიმრების გათავისუფლებულიყო და ფიგურირებდა თუ არა აქ ჯერ 200,000 და მე დანარჩენი 1,500,000, თუ ეს იყო ყველაფერი რაღაცა მოლანდებები ჩვენი. ამის გასარკვევად ვითხოვ მე პარლამენტისგან კომისიის შექმნას და არა დღევანდელი ძალიან უცნაური ფორმატის შეხვედრას. სადაც იყო აი უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს და მე შექმნა საგამოძიებო კომისია, მეც მიცემ ჩვენებას, ქორიძეც მიცემ ჩვენებას, დანარჩენი ადამიანი არ გაინტერესებს პრეზიდენტის ჩვენება, ჩემი ჩვენება რეალურად რაც პროკურატურას მოქმედებს. სხვები უამრავი ადამიანია ამაში ჩართული. ეს ჩვენება პროკურატურაში შესაძლებელია თუ არა რომ მისცეს პრეზიდენტმა. რა ეტაპზეა ეხლა აი ამ შეწყალების საქმის სკანდალის შემდეგ გამოძიება? ამ SMS შეტყობინებებს გულისხმობდა მთელ ამ აურზაურს, რაც მოყვა თქვენს განცხადებას. არ ვიცი, ჩემმა ადვოკატმა თამარ ავალიანმა რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას და უთხრა რომ მოგვაწოდეთ მასალები და გითხარით რა ეტაპზეა გამოძიება და უთხრას რომ გამოძიება მიმდინარეობს და მორჩა და გათავ. დანარჩენი დეტალები არ უთქვავთ. ასევე მე არ ვიცი დაკითხეს თუ არა პრეზიდენტი, ნამდვილად არ მაქვს ეს ინტენსიური ურთიერთობა პრეზიდენტთან, 1000 ერთხელ ხედავ ხოლმე მას. და არ ვიცი მე აი სიტყვასიტყვით შემიძლიათ გითხრათ რაც იზამს პროკურატურა და რა სიტყვის რომ არაფერი არ აღმოჩნდა ჩაფარცხავენ საქმეს და გამოაძვრენენ ბესელია კობახიძეს და რომ სად არაფერი არ აღმოჩნდა არაფერი არ დადასტურდა და ამ შემდეგ ამიტომ ვითხოვ საგამოძიებო კომისიას პარლამენტში რომ იქ არ გაინტერესებთ თქვენც იჯდეთ ყველა ესწრებოდეს და ყველა თანდასწრებით მივიცეთ ჩვენც და სხვებმაც ჩვენებები ამას ვამბობ ახლა რა არის პროკურატურის 9 კლიტულში დევს ჩვენებები, რომელიც უკვე გადმოხაზული და დაღეჭილი აქვთ ბესელია კობახიძეს, იმიტომ რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ხელი მიუწვდებოდა ამ ჩვენებებზე. პირდაპირ ციტატებით ლაპარაკობდნენ ხოლმე ორივენი, რამდენი ახალ ჩვენებას მივცემ და იმდენი ჩემი ციტატებით საუბრობდნენ. და ზვიადიც ამას ამბობდა ხოლმე ქორიძე, რომ განცდა მაქვს, რომ ჩემი ციტატებით საუბრობენო. აი წარმოიდგინეთ და შესაბამისად მე არანაირად არ ვენდობი ამ პროკურატურას და ვამბობ რომ რატო ეშინიათ საჯაროობის, რატო ეშინიათ იყოს დახურული სხდომა, კი ბატონო, კამერების გარეშე, მაგრამ ესწრებოდნენ ჟურნალისტები და მიუცეთ ყველამ ჩვენება და მიუცეთ და ყველაფერი წარმოვადგინოთ რაც არის. არა 9 კრიტულში ჩაკეტილი სადღაც პროკურატურაში, სადაც მარტო ბესელია კობახიძისთვის არის ხელმისაწვდომი, არამედ ყველასთვის იყოს. მე რომ დარწმუნებული ჩემ თავში არ ვიყო და იმაში რასაც ყვები მოვითხოვდი საგამოძიებო კომისიას და უფრო მეც საჯაროობას. ხო არა, მეც მაწყობს რომ აი ჩაიფარცხა არაფერი და გამოუძვრებოდი იქიდან, ხო? არა, ვიძახი რომ მოდით მივიყვანოთ ბოლომდე ეს საქმე. და არა დღევანდელი უცნაური შეხვედრები მოვაწყოთ, არამედ სამართლებრივი გაგრძელება რო ექნება ისეთ შეხვედრები. კი ბატონო, ალეკო ხელისუფლება ამბობს რომ ამ შემთხვევაში იკვეთება თქვენი და ნაციონალური მოძრაობის საერთო ინტერესები, ეს არაერთხელ ალბათ თქვენც მოგისმენიათ ეს განცხადებები. ამაზე რა პასუხი გაქვთ თქვენ? რაღაცა ისეთი ტანდემი გამოიკვეთაო. ნაციონალური მოძრაობა ნუ ეს ძალიან სასაცილოა, ვისთან ტანდემს აღარ მაბრალებენ უკვე, მოკლედ აღარ ვიცი, ერთი მანჯურიის იმასთან არა ვარ, ოპოზიციასთან შეკრული, თორე დანარჩენი ყველასთან ტანდემს მაბრალებენ, არა და ჩემთვის მარტო და სიმართლე მოუყევი ეგ არის და ეგ, მაგრამ ამის დაჯერება არავის არ უნდა. ნაციონალურ მოძრაობას რა თქმა უნდა ახლა ძალიან აწყობს რომ მთლიანად ჩირკი მოსწოს და ჭრდილი მიაყენოს მთლიანად პოლიტდევნილთა სიას და პოლიტპატიმრების სიას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლიტპატიმრების სია სერიოზული პრობლემაა თავად ნაციონალური მოძრაობისთვის.
ну რა ვქნახლა ისარგებლეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ მე არ ვამბობ და ქართული ოცნება ბესელია კობახიძე ეხმარებიან რომ ეს პოლიტპატიმრების საკითხი ესეთი გაპამპულოვებული იყოს იმიტომ რომ ერთი ფრაზა ვთქვი მხოლოდ და ამის შემდეგ არ ჩერდებიან აი დღესაც შეხვედრა მოაწყვეს ერთი ფრაზა ვთქვი და არაფრით უფრო მეტი ვიდრე რაც თქვა ივანიშვილმა და რაც თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მესმის რომ ნაციონალურ მოძრაობა ძალიან მოხერხებულად ამ ყველაფერს იყენებს მაგრამ ისევ თავის თავს დააბრალონ ბესელია კობახიძემ თუმცა აი აქაც მოდი თქვათ რა პოლიტპატიმრებს ჩემთან რო აქვს პრეტენზია ამდენხან შეხვედროდნენ ბესელიას 6 წელი გავიდა კი არა 4 წელი გავიდა ხელისუფლების წლებიდან რა გამოდის რომ პოლიტპატიმრები ყავს ეს პოლიტპატიმრები ივანიშვილი გვიხსნის რომ იცით რა რეჟიმის ხერპლი იყო და არ არის ლამაზი გირგვლიანთან ამ კაცის გვარის დაკავშირებაო ნუ წარმოგიდგენია და ირაკლი შევთაძის ბიოგრაფიას ჩახედეთ 4 წელი მუშაობდა ზურაბადეიშვილთან და 2 წელი კეზერაშვილთან ფინანსურ პოლიციაში იყო განყოფილების უფროსი, ანუ მაღალ ჩინოსანი. და ეს ადამიანი ბესელია კობახიძის რეკომენდაციით და საპროკურორო საბჭოს დაინიშნა მთავარ პროკურორად და ეხლა მე მეკითხებიან რა გამოძიების შედეგი ექნება იმას რომ რაც ასწავლა კეზერაშვილმა იმას გამოიტანს რომ არც არაფერი არ აღმოჩნდა ამ შეწყალების საქმეში და ჩაფარცხავს რაც იცის იმას გააკეთებს. რატომ და ბესელიაც კობახიძეც ქართული ოცნების 99% მართლა კი არ წუხდა როგორ ჩანს არც გრიგრიანის საქმეზე არც იმაზე რომ ხალხის უფლებები იყო დარღვეული არაფერი უბრალოდ ისინი წუხდნენ რომ არ იყვნენ ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში ყოფნა კიდე იმიტომ უნდათ რომ ფული ეკეთებინათ ეს არის და ეს როგორც კი მოვიდნენ დაიწყეს ფულის კეთება რითაც შეეძლოთ როგორც შეეძლოთ ან ფულს არ აკეთებენ და უბრალოდ ადამიანის ჩვენი ბიუჯეტის თანხებს ფლანგავენ შეირნობენ მანქანებით მოირგეს ეს სავარძლები კაბინეტები და არაფრის კეთებით არიან დაკავებულები ამისთვის არის 99% ქართული ოცნების არის აბსოლუტურად შემთხვევითი ხალხი რომელსაც არც გირგვლიანი ადარდებდათ არც რობაქიძის საქმე ადარდებდათ რეალურად და არც ის ადარდებდათ სააკაშვილს რომ მართლაც რეჟიმი ქონდა შექმნილი თუ ეს ადარდებდათ თუ ეს ადარდებდათ რატო პოლიტპატიმრები თუ ყავს რატო არ გააგრძელეს რატო არ გააგრძელეს ეს პროცესი და რატო არ დასაჯეს ეს ხალხი მართლა გეუბნებით შოთაძე არის ადეიშვილის და კეზერაშვილის გამოსდილი კადრი შებძანდით პროკურატურის ვებგვერდზე და ნახეთ მისი ბიოგრაფია კი ბატონო ალეკო ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აი ახლა თქვენ რომ ამბობთ რომ როგორ ჩანს რომ არ ადარდებდა დიდათ ეს თემები თუ ქონდათ ამ სკანდალის შემდეგ რაიმე გამოხმაურება რაღაცა ზარი ან შემონათვალი ბიძინა ივანიშვილისგან და თუ ქონდათ რაიმე გამოხმაურება თქვენ პირადად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან დათო უსუფაშვილი თუ დაინტერესდა ამ თემებით ვინაიდან პარლამენტარებს ეხებოდა შენი მთავარი სკანდალის ამბავი გეტყვით რომ მე მხოლოდ და მხოლოდ გამომეხმაურნენ თავისუფალი დემოკრატები მქონდა კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან და ეხლა 1000 კუდი მოაბეს რომ არიქა თითქოს პარტიაში შევედი მასთან და პარტიაში შესვლა შეუნთავაზა არაფერი არანაირი ძალიან ადამიანური შეხვედრა მქონდა აინტერესებდა ამ შეწყალების სკანდალის დეტალები და მან მითხრა რომ ჩვენ ვაპირებთ გავითვალისწინოთ მე ვთხოვე რომ იქნებ საგამოძიებო კომისია შექმნათ რომ გაირკვეს რა იყო და როგორ იყო ერთადერთი კომუნიკაცია მქონდა თავისუფალ დემოკრატებთან შემდეგ შეხვედრა მქონდა მორჩა და გათავდა ბიძინა ივანიშვილისგან არაფერი შემონათვალი არ მქონია ნამდვილად არაფერი მსგავსი არ ყოფილა ჩვენ რო იქ ერთხელ მიგჯირყნეს იმ ოფისში შუშის სასახლეში იმის მერე საერთოდ არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი და მინდა გითხრათ რომ დავით უსუფაშვილზე თინა ხიდაშელზე უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ ვინაიდან მესმის რომ ახლა ხელისუფლებაში არიან ძალიან კარგად გზნობენ თავს მაგრამ აი მის გამო უფრო მეც ველოდი მე პრინციპულობას ველოდი მე მათგან განსაკუთრებით თინა ხიდაშელისგან რომელსაც ყველა დეტალი მოუყევი თავის დროზე ამ საქმის და მე მას ვთხოვე რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მე ეთქვა ეს ყველაფერი რომ ასეთი რამ ხდებოდა ვინაიდან მე როდესაც პრეზიდენტ საქმის კურსს ჩავაყენე მაშინ პრეზიდენტ დაძაბული ქონდა ბიძინა ივანიშვილთან უკვე ურთიერთობა და მე მინდოდა რომ ივანიშვილის გარეშე რომ ამ ქვეყანაში არაფერი არ წყდება ვიცით ხომ და თუ გამოსაძიებელი იყო ეს საქმე გამოიძიებდნენ ივანიშვილის რეაქციის შედეგად და ამიტომ მოუყევი მე ეს ყველაფერი თინა ხიდაშელს და პირადად ვთხოვე მას რომ ბიძინა ივანიშვილი ჩააყენეს საქმის კურსში მისი პასუხი ძალიან კარგად მახსოვს რა მითხრა უბრალოდ აღარ მოუყვები რომ მე და აქეთ მაბრალებენ რომ ვერ გავიხსენით ასეთი რამ არ მოხდა ძალიან კარგად მახსოვს უარესები მომიყვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ინფორმაცია ქონდა ბიძინა ივანიშვილს ეკაბესელიას უარესები მომიყვა დეტალები მომიყვა უარესები ხო და კი თინა ხიდაშელმა მითხრა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ უარესები იცის ბესელიასთან დაკავშირებითო და რაღაცა დეტალები თქვა არ მინდა ამ დეტალებზე საუბარი
და უბრალოდ გული დამწყდა. მე მათგან ველოდი უსუფაშვილისგან და თინა ხიდაშვილისგან მე პრინციპულობას ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ისე წარმოაჩინეს, რომ იცით რა არ მომხდარა ასეთი რამ. კარგი, ბადაშვილი რო ამბობს, რომ არ შევხვედრივა, რომ ჯერ თავიდან ამბობდნენ არ შევხვედრივა, რომ მე მოუწიათ დადასტურება, რომ შემხვდნენ ბადაშვილი და გოგაძე, მათ რა პასუხი უნდა მოუთხოვო, მაგრამ თინა ხიდაშვილი და უსუფაშვილი რო ასეთ სიუარს ამბობენ, ძალიან კარგად მესმის, რომ თკბილად არიან ხელისუფლებაში და მოირგეს ეს ავარდლები და დაფიქსირებულები, მაგრამ არის რაღაც რაც უფრო მნიშვნელოვანი არის. სატელეფონო საუბარი იყო თუ პირადად შეხვდით, ალეკო? არა. თინა ხიდაშვილს მე მაშინ კავკასიაში გადაცემა მიმყავდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის დროს და გადაცემა რომ მორჩა მე თინას ვთხოვე რომ არ წასულიყო და დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ჩვენ მაშინ საუბრობდით და კიდევ ერთხელ ვამბობ ერთადერთი თხოვნა ჩემი ის იყო რომ ბიძინა ივანიშვილი ჩაეყენებინა საქმის კურსში ვინაიდან საქმის კურსში იყო სუსი პროკურატურა და ყური არ შეიბერტყეს და ეს კითხვა ჩემ და გასაოცრად არავის არ აქვს ამიტომ ვითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას რომ ბადაშვილიც იქ მოვიდეს გოგაძეც და სუსის წარმომადგენლებიც მოვიდნენ რომ როდესაც მათ ჩემგან პირველადი ინფორმაცია მიიღეს ამ საქმესთან დაკავშირებით რატო არაფერი არ გააკეთეს რატო საერთოდ ყური არ შეიბერტყეს ამან დამარწმუნა რომ ჩემი ინფორმაცია ამ ფულის აღებასთან დაკავშირებით მართალი იყო რომ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგავთ ამ საქმის გასაკეთებლად და ის რომ სუსმა ინფორმაცია მიიღო და ის რომ მე საქმის კურსში ავაყენე ამის დადასტურება ძალიან მარტივია. კარგი თალეკო და ბოლო კითხვა უნდა დაგისვა თუ შეიძლება დღეს გაზეთი პრაიმ ტაიმი ავრცელებს მანანა კობახიძის ინტერვიუს კომენტარს უფრო სწორედ ეგრეთ წოდებულ შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით კობახიძის თანაშემწისა და ალეკო ელისაშვილის SMS მიმოწერაზე არის საუბარი თუ ვინმე მას უკანონობის შემცველ შეტყობინებას უგზავნი და რატომ მაშინვე არ ახდენდა რეაგირებას ამ მტკიცებულებას რატომ არ ინახავდა თუ შენახული აქვს გამოვიდეს გაასაჯაროოს სამწუხაროდ მე არც მიფიქრია რომ ასეთ სიბინძურეზე წავიდოდა თორემ აუცილებლად შევინახავდე ჩემს ტელეფონში მისთვის გაგზავნილ SMS-ებს შემიძლია გითხრათ რომ დაახლოებით იგივე შინაარსის SMS-ი აქვს გაგზავნილი მასთან ჩემს ამჟამინდელ თანაშემწეს რომელიც გახდა ალეკო ელისაშვილის პროდიუსერი ტელეკომპანია მაესტროში მანაც მოიკითხა ერთ-ერთი საქმე რა ეტაპზე იყო და ელისაშვილისგან მიიღო პასუხი რომ გაარკვევს და დაუკავშირდება დავაკონკრეტებ რომ მანანა კობახიძე ადასტურებს რომ ეგრეთ წოდებულ კოკაინის საქმეზე ელისაშვილის მოკლე ტექსტური შეტყობინება ნამდვილად გაუგზავნა ესაა ჩემი ბოლო კითხვა და დაგემშვიდობებით გაზეთი პრაიმ ტაიმი ავრცელებს დღეს ამას იცით რა არის ალბათ ყველას გვიკვირს ხოლმე რატო არის ჩვენი ქვეყანა ასე დღეში ხო რომ დღითი დღე უფრო ღატაკდებით დღითი დღე უფრო უარესი არის ეკონომიკური მდგომარეობა და საერთოდ უფრო მეც უნდა ვსაუბრობდეთ ლარის კურსზე და იმაზე რომ თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს ყველას თავი ხო მაგრამ ნუ კი ბატონო რახან არის ეს აქტუალური და არის ინტერესი ამ შეწყალების სკანდალზე კი ბატონო არ მეზარება საუბარი უბრალოდ ჩვენ ხო გვაინტერესებს რატო არის ჩვენი ქვეყანა ასე დღეში იმიტომ რომ აი ესეთი არასერიოზული არაკვალიფიციური და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ხელში ეს ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რას ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. ის რომ მე მესიჯებს მიგზავნიდა და ჩემზე ზეწოლას ცდილობდა, იგივე რანგისა გონია, როგორ მესიჯებსაც მიგზავნიდა ჩემი პროდიუსერი, რომელიც უბრალოდ ინტერესდებოდა ამ საქმეზე. სიაში როდის მოხდება ეს ადამიანი არსებობს არ მოხდება. შენ პროდიუსერი და ვიცე-სპიკერი პარლამენტის გონია ერთი რანგის ხალხი. და მისი დაინტერესება და მისი დაჟინებული ინტერესი და არაჯანსაღი ინტერესი ზუსტად ისეთივე გონია, როგორც პროდიუსერის ან მეგობრის ან ჟურნალისტის ან ახლობის. ამას შორის, აი ამ დონეებს შორის თანამდებობრივ სხვაობას რო ვერ ხედავს ადამიანი წარმოიდგინეთ, ამიტოა ეს ჩვენი ქვეყანა ასე დღეში. მადლობა. ამიტომ მიაჩნდა მას, რომ შეელო ესეთი კატეგორიული ტონით ეგზავნა ჩემთან მესიჯები და მოეთხოვა, რომ მიდი ბიჭო შენ გაიტანე ეს საქმე განსაკუთრებით. ამასაც რო ვერ ხვდებოდა, ეს არის პრობლემა. გესმით, ამიტოა ეს ჩვენი ქვეყანა ესე დღეში და კიდე რაღაცა გვიკვირს. აი შეხედეთ, რეებს წერს უბრალოდ ის ქალბატონი. რეებს წერს პროდიუსერი და ვიცე-სპიკერი პარლამენტზე ერთ და იგივე გონია. წარმატებას გისურვებ, მადლობა რომ მიიღე გადაცემაში მონაწილეობა. ეს იყო ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და კვლავ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თემა გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორი აპირებს გაასაჯაროოს ის 31 კაციანი სია რომელიც ეკაბესელიას სახელს